მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებ ხელოვნურ ინტელექტზე საუბარს. გეხსენებათ დღეს ძალიან ბევრი საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის შესახებ და ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ შესანიშნავი საინტერესო სივრცე, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. ალბათ ყველა იცნობთ Google-ის ხელოვნურ ინტელექტს, როგორც გახლავთ Gemini, მაგრამ ამჟამად მინდა გესაუბროთ Google-ის ხელოვნური ინტელექტის სტუდიაზე. რადგან გახსნილია ეს ვებგვერდი, რომლის მისამართიც გახლავთ, ნახეთ hi-studio.google.com. რა თქმა უნდა ავტორიზებული იყოთ Google-ში თავისთავად. და ნახეთ ეს საინტერესო სივრცე, რომელიც ძალიან ვფიქრობ მოგეწონებათ და მას გამოიყენებთ თქვენს საქმიანობაში. ნახეთ აქ გახლავთ ეს ინსტრუმენტები, რომელიც წარმოდგენილია აქ Google-ის ხელოვნური ინტელექტის სტუდიაში. რამდენიმე მათგანი ახალი დამატებული გახლავთ, როგორც ხედავთ. აქ რა თქმა უნდა ჩაშენებულია ასევე Gemini-ც, მაგრამ უშუალოდ Gemini-ზე არ ვსაუბრობ მე დღეს, ვსაუბრობ აი ამ სიახლეებზე, რაც არის დამატებული Google-ის ხელოვნური ინტელექტის სტუდიაში და აი ეს საინტერესო ინსტრუმენტები. ნახეთ აი ბმულის საშუალებით თუ თქვენ ესე იგი ჩაწერთ ბმულს და შემდეგ მისცემთ დავალებას ამ ბმულთან დაკავშირებულს, აუცილებლად გიპასუხებთ თუ რა თქმა უნდა თქვენი თხოვნა იქნება ჩამოყალიბებული შესაბამისად ლაკონურად და ორიენტირებული იქნება ზუსტად იმ რესურსზე, იმ ვებგვერდზე, რომელსაც თქვენ აწვდით მას. ნახეთ რას გულისხმობ. აი მარტივი მაგალითი, ნახეთ მარტივი მაგალითი, იწუთით. აი ეს პატარა დიდიც არ გვინდა ახლა ამ შემთხვევაში, როცა საჩვენებლად ვააკეთებთ ამას. აი პატარა ტექსტი ვახტანგ მარტივი ტექსტი ძალიან ვახტანგ გორგასლის შესახებ და აი ნახეთ ვცადოთ დავაკოპიროთ ეს ბმული. შემდეგ დავუბრუნდეთ. აი ჩავსვათ აი აქ, ან თუნდაც ჯერ დავაწყაპოთ, თუნდაც კი არ არის საჭირო, მაგრამ შეგიძლიათ დავაწყაპოთ აი აქ ნახეთ აქ არის მაგალითი, ოღონდ ეს მაგალითი გახლავთ ინგლისურად. როგორი შეიძლება იყოს თხოვნა. აი ქვემოთ არის ნახეთ ბმულები და ზემოთ არის უკვე თხოვნა, ოღონდ ინგლისურ ენაზე. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ ქართულად, რა თქმა უნდა, ქართულს შესანიშნავად იღებს. და ნუ ახლა წავშალოთ ეს რა თქმა უნდა და ჩავსვათ ჩვენი ბმული და ჩვენი თხოვნა. ნახეთ აი წამოღებული დაკოპირებული ბმული, რომელსაც ვსვავ აი აქ ნახეთ. და შემდეგ ნახეთ აი თხოვნა ძალიან მოკლედ და კონკრეტულად ჩავწერ ასეთ თოვნას, რომ აი შექმენი იყოს მაგალითად ტესტი ამ ბმულის გამოყენებით. აი მიცემული აქვს ბმული, ჩავსვი როგორც ხედავთ და უბრალოდ ძალიან კონკრეტულად და ძალიან მოკლედ ვწერ რა მინდა ამ შემთხვევაში შექმენი ტესტი ამ ბმულის მიხედვით. შემდეგ ვაწყაპებთ და დავალება მიცემულია ველოდებით. ზოგადად ჭირდება რამდენიმე წუთი, მაგრამ აი ნახეთ უკვე მოგვაწოდა, ნახეთ. ხო, ნუ 10 კითხვა შექმნა. ეხლა ეს არის ძალიან მარტივი ტესტი, ძალიან მოკლედ ვახტანგ გორგასლის შესახებ. ძალიან მოკლეა. ეხლა ამჯერად როცა ჩვენ საჩვენებლად ვაკეთებთ, არ არის დიდი ტექსტები საჭირო. და ნახეთ ეხლა და ინსტრუქციაც ნახეთ, ინსტრუქციაც ჩამოყალიბა, ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები და შემოხაზეთ სწორი პასუხი. ნუ არჩევითი პასუხით შექმნა ტესტი. მაგრამ ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ კიდევ დამატებით მისცეთ კითხვა ასეთი,
რომ ნახე დაამატე, მაგალითად დაამატოს ღია კითხვები. დაამატე, ღია კითხვები. ღია კითხვები, რომელიც უფრო მეტად დააფიქრებს მოსწავლეს პასუხზე. ნახოთ. აი და ესე იგი 5 ღია კითხვა დაამატა. ნახეთ, აი აღწერეთ პოლიტიკური და სამხედრო სიტუაცია ქართლში ვახტანგ გორგასლის ტახტზე ასვლის პერიოდში და რანა ბიჭები გადადგა ქვეყნის გასაძლიერებლად. კარგია. ახსენით ვახტანგ გორგასლის როლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებაში და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ქვეყნისთვის. და ნაი როგორც ხედავთ, ახლა აღარ წავიკითხავთ ყველას, რომ ეს 5-ვე ღია კითხვა არის საკმაოდ შესაძლებლად კარგი კითხვები, რომელიც დააფიქრებს მოსწავლეს პასუხზე. და ნახეთ, ახლა ფაქტობრივად მივიღეთ კომბინირებული ტესტი. ნახეთ, რაც არის 10 კითხვა, არჩევითი პასუხი და შემდეგ დაამატებით 5 კითხვა კიდევ, რომელიც მოითხოვს დაფიქრებას და სწორი პასუხის გაცემას მოსწავლისაგან. კი ბატონო, ახლა შემდეგ რას ვაკეთებთ, რა შეგვიძლია? შეგვიძლია რედაქტირება მოვახდინოთ, შეგვიძლია გადმოვაკოპიროთ, შეგვიძლია ნახეთ, ახლა ვნახოთ, წავშალოთ, რა თქმა უნდა, დავაკოპიროთ ტექსტი და გადავიტანოთ Word-ის ფაილში. ან მოდით ნახეთ, რა შეიძლება კიდევ ნახეთ. ეხლა აი აქ თხოვნების ველში ჩავწეროთ ასეთი რამ. შექმენი ფაილი ამ ტესტებით. ამ ნახოთ. ველოდებით. და მოგლეთ შეგვიძლია დავაკოპიროთ პირდაპირ, ერთად არის ყველა კითხვა და გადავიტანოთ Word-ის ფაილში. რა თქმა უნდა, რომელიც სრულიად მარტივად არის შესაძლებელი. კი ბატონო. უბრალოდ საჩვენებლად თუ საიას. ну რა თქმა უნდა მე შეგიძლიათ თქვენ მოახდინოთ რედაქტირება შესაბამისად რაღაც დაამატოთ რაღაც ამოიღოთ ეს უკვე რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო. კიდევ რა დავალება შეგვიძლია მივცეთ და შეგვიძლია ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის დავალების მიცემა ამ შემთხვევაში შეგვიძლია ავტვირთოთ ფაილი. ეს შეიძლება იყოს ვიდეო, ეს შეიძლება იყოს სურათი, საქაღალდე, ფაილები ან აუდიო რესურსი. ნახეთ ახლა მე მას აუტვირთავ ჩემს მიერ შედგენილ ტესტს ღია კითხვებით. თვითონ დაველოდოთ. აი თვითონ აქედან შეიძლება იყოს ჩემს მიერ შედგენილი ტესტი. თვითონ აი მეშვიდე კლასი შემაჯამებელი დავალება. აი ეს რომელიც შედგება ღია კითხვებისაგან. და ვეტყვი რომ შეიტანოს შესწორება ან რას დაამატებდა ვთქვათ ამ ჩემს მიერ შედგენილ ბატონო რაცა თვითონ
ხო, ну ჯერ არ აქვს ესე იგი ეს, თუმცა რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვა დავალება მივცეთ მას და დავბრუნდეთ უკან. ნახეთ, ერთი წუთით. შეგიძლიათ პირდაპირ ლაივში ესაუბროთ და გიპასუხოთ კითხვებზე, აი ნახეთ თუ დააწყაპებთ, ესე იგი ამ შემთხვევაში უკვე იყენებს Gemini-ს. აქ ერთად გახლავთ ყველაფერი, აი ამ ხელოვნური ინტელექტის სტუდიაში და ნახეთ აი Talk საუბარი და ვებკამერა და ასევე ეკრანის გაზიარება. დავაწყაპოთ აი ამ მიკროფონს, Talk საუბარს და ნახეთ ეხლა აი ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი და მე დავსვავ ასეთ კითხვას. აი დღევანდელ ვითარებაზე მსოფლიოში რას მეტყვი დღევანდელ ვითარებაზე მსოფლიოში? მსოფლიო ვითარება საკმაოდ რთულია. არის ბევრი გლობალური გამოწვევა, როგორიცაა პოლიტიკური დაძაბულობა, ეკონომიკური კრიზისი, კლიმატის ცვლილება და პანდემია. სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ ამ პრობლემებთან გამკლავებას და უკეთესი მომავლის შექმნას. თუმცა არის ასევე ბევრი პოზიტიური მოვლენა, როგორიცაა სამეცნიერო პროგრესი, გლობალური თანამშრომლობა და სოციალური მოძრაობები. აი დაწყაპებით შეგიძლიათ გამორთათ რა თქმა უნდა. ასევე შეგიძლიათ აქვე ჩაწეროთ თხოვნა, ჩვეულებრივ ჩაწეროთ, მაგრამ აი ლაივში საუბარიც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და მოდი ერთი კითხვა კიდევ დავუსვათ. აი დღევანდელ მდგომარეობაზე რას მეტყვი ისრაელისა და ირანის კონფლიქტის შესახებ? აი ამის შესახებ რას მეტყვი? ისრაელ-ირანის კონფლიქტი სერიოზული გეოპოლიტიკური პრობლემაა. ორივე ქვეყანას აქვს რთული ურთიერთობა და დაპირისპირება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ბირთვულ პროგრამაზე და რეგიონში გავლენაზე. ეს კონფლიქტი სერიოზულად ართულებს მშვიდობის დამყარებას რეგიონში და იწვევს გლობალურ დაძაბულობას. ბატონო გამორთათ და აი ესე შეგიძლიათ გადაიტანოთ და რა თქმა უნდა შემდეგ უკან დავბრუნდეთ. ახლა ძალიან საინტერესო აქვე სურათის შექმნა, სურათის შექმნა ალბათ ძალიან ბევრი არსებობს უკვე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გთავაზობთ სურათის შექმნას, მაგრამ ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ Google-ის როგორი შესაძლებლობები აქვს Google-ს, აღარ ვილაპარაკებ ამის შესახებ და რამდენად მოხერხებული იქნება სურათის შექმნა, მე მგონი მიხვდებით და ვცადოთ მოდით, აი ნახეთ. ხო, ნახეთ აი მაგალითი წერია ახლა აქ თხოვნის ინგლისურად. როგორ უნდა ჩაუწერო? აი რა სურათი გინდათ? მოკლედ უნდა აღწეროთ ის სურათი, რაც გინდათ რომ შექმნას. მოდი ჩავწერ ასეთ თხოვნას ქართულად, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ქართულად, ჩვეულებრივად შესანიშნავად იღებს ქართულ ენას. მოდი ჩავწერ ასეთ, ზამთრის, მაგალითად ზამთრის თოვლიანი დილა ტყეში. ასეთი სურათი. შემდეგ დავაწყაპოთ რა. და დაველოდოთ. აი რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გადმოიწეროთ ესევე და გაადიდოთ კიდევ ასე და ნახოთ კარგად, როგორი სურათი შექმნა, ნახეთ. და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გადმოწეროთ ეს სურათი აი ამ ღილაკზე. დაწყაპებით რა თქმა უნდა. და შეგიძლიათ რა თქმა უნდა თუ არ გინდათ წაშალოთ კიდევაც და სხვა თხოვნა შეგიძლიათ მისცეთ კიდევ. ირმები ლამას მინდორში. რაც გამახსენდა ახლა უცბად და შემდეგ დაველოდოთ. ესეც ძალიან სწრაფად გვაძლევს, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ
უსაზღროა შესაძლებლობები Google-ის, მით უმეტეს როცა საქმე ეხება სურათებს, მას აქვს ძალიან დიდი ბაზა მოგეხსენებათ და ამიტომ უფრო მეტად მოხერხებულია სპექტრთან შედარებით. აი გადმოწერის ღილაკიც აქვეა. მოკლედ ხედავთ, რომ ესეც ძალიან კარგად მუშაობს და არანაირი შეფერხება არ აქვს მას ამ საქმეში, დაბრუნდეთ უკან. და აქ არის კიდევ ნახეთ აი ეს როდესაც ეხლა ეს შედარებით ნაკლებად შეიძლება იქნას გამოყენებული, თუმცა ძალიან საინტერესო გახლავთ ამ შემთხვევაში აქ არის საუბარი მშობლიურ ნახეთ როგორი ის არის ნახეთ მშობლიურ ენაზე ტექსტის გენერაცია ჩაშენება თუ კი გსურთ ასეთი რამ რა თქმა უნდა აი შესანიშნავად გამოიყენებთ მაგრამ რა თქმა უნდა ახლა აი ამ ღილაკის შესაძლებლობები მხოლოდ ბმულის ჩასმით არ ამოიწურება მეგობრებო და მას ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობა აქვს რა თქმა უნდა შეგიძლიათ მისცეთ კითხვა დაუსვათ აი დაუსვათ რაიმე კითხვა ჩავწეროთ რაზედაც გაგცემს პასუხს ნახეთ ამაზე უფრო ამომწურავად გაგცემთ პასუხს ვიდრე live საუბარში ნახეთ ეს ახალი დამატება მაგრამ ეს ძალიან კარგად მუშაობს ერთ წუთით წავშალოთ ეს ის ყოველში უნდა აი ნიმუში გამოაქვს როგორი უნდა იყოს თხოვნა უბრალოდ ეს ის არის სხვა არაფერი და ჩვენ მივცეთ ჩვენი თხოვნა აი ასეთი თხოვნა იყოს თქვათ რას მეტყვი დღევანდელ სოფლიოზე. რას გვეტყვის, ნახოთ. ხო, ნახეთ, ეხლა თუ მომაწვიო შესაბამისო ბმულსო, შემიძლია დავამუშაო ეს შინაარსი, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ ნებისმიერი ბმული, ეს ბმულებზეა უფრო ორიენტირებული, თუმცა რა თქმა უნდა, ზოგადად პასუხობთ კითხვაზე, რა თქმა უნდა, თუ დაუკონკრეტებთ კითხვას, რა თქმა უნდა, რას გულისხმობთ აი ამ სოფლიო ამბებში, კიდევ უფრო უკეთეს პასუხს გაგცემს და მას შეუძლია ნებისმიერი ბმულის დამუშავება, რა თქმა უნდა. რა შეიძლება მივაწოდოთ ახლა მას ასე მოხერხებულად ერთი წუთით თუ ნახე რაიმე შესაბამისი აი ეს რა არის წუთით არაფერი არ მაქვს ისეთი გახსნილი რომ თქვათ ესე აი ნახეთ აი ამას მივაწვი ნახეთ შეხედეთ და ძალიან საინტერესო სტატია ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია. ნახეთ, მოდი აი მივაწოდოთ ეს ბმული. და რა ვთხოვოთ? ეს ავიღოთ. აი ჩაუსვათ ბმული. და შემდეგ ქვემოთ დავწეროთ თხოვნაც. ამ ბმულის მიხედვით ამ ბმულის მიხედვით ახლა ნახეთ აქ საქმე ეხება საწავიდა ახლა და გამიგრძელდა ბოდის ვიხდი. კარგით, ამ ბმულის მიხედვით როგორი იყო ცენზურა საბჭოთა კავშირში. მოდი ასე ჩავწეროთ, ასე თხოვნა მივცეთ, კითხვა უფრო სწორად, როგორი ამ ბმულის მიხედვით დავახასიათე როგორი იყო ცენზურა საბჭოთა კავშირში. ახლა ნახოთ
დავალოდოთ საკმაოდ ის დავალება მივეცით. ხო, ამის მიხედვით ვერ შეძლებო ამასო. ხაი ნახეთ, ესე იგი როგორია? ქართული პრესა და ბეჭდის მედიის ცენზურის ისტორია. გახლავთ ეს? საინტერესო სტატია არის ძალიან. უბრალოდ კიდე კარგად უნდა დაუკონკრეტოთ. აი, ჩვენ შეგვიძლია რომ პირდაპირ ჩაუწეროთ. ამისი, აი, როგორ უნდა დაიხვეწოს პასუხი, ეს ერთ-ერთი კიდევ კარგი მაგალითი იქნება, თუ როგორ უნდა დავხვეწოთ პასუხი, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. აი, ნახოთ ახლა მე აი ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორიის მიხედვით დაახასიათე ცენზურა. აი ესე იყოს, ნახოთ. ვერ აკეთებს, არა უშავს. კი ბატონო, აი ეს მინდოდა მეჩვენებინა. Google-ის ხელოვნური ინტელექტის სტუდია და თუ თქვენ ესე იგი იყენებთ Gemini-ს, რა თქმა უნდა, Gemini-მ შესაძლოა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია აქვე მოვძებნოთ Gemini, აქვე გახლავთ ეს Gemini და გადავიდეთ Gemini-ზე და იქ რა თქმა უნდა ის უკეთესად გაგცემთ პასუხს. ეს სიახლეები გახლავთ Google-ის ხელოვნური ინტელექტის სტუდიაში და მინდოდა ეს სიახლეები მეჩვენებინა თქვენთვის. ნახეთ. ისურვებ წარმატებას, მეგობრებო.